დღეს ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც ქვია გლობალური განათლების სწავლების მიდგომები და პედაგოგიკა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ერთხელ ვახსენეთ, გამოიყენება ეგრეთ წოდებული ტრანსფორმაციული პედაგოგიკა, რომელსაც შევეცდებ ახლა გავმარტო ამ პედაგოგიკის არსი და მნიშვნელობა. ზოგადად მდგრადი განვითარებისათვის განათლება ემსახურება მის ჩართვას და მის მეინსტრიმინგს, რომელიც მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მეშვიდე ამოცანაში შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული. რამდენად არის ჩართული გლობალური მოქალაქეობის სწავლება და მდგრადი განვითარებისათვის განათლება, მათ შორის განათლება, რომელიც ემსახურება გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, განათლების ეროვნულ პოლიტიკაში, სასწავლო პროგრამებსა და გეგმებში, მასწავლებელთა განათლებასა და მოსწავლეთა შეფასებაში. ეს რაც ახლა მე მოგახსენეთ, შეგიძლიათ ამ მიდგომას და ამ განმარტებას გაეცნოთ უწყებათა შორის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში, რომელსაც ქვია მდგრადი განვითარების მიზნები 2016 წლის დოკუმენტი გახლავთ. მდგრადი განვითარებისათვის განათლება, რამდენჯერმე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ განმეორდები, ემსახურება სამ ძალიან მნიშვნელოვან მიდგომას, სამ ძალიან მნიშვნელოვან შედეგის მიღწევას. ეს გახლავთ შემეცნებითი პირველი, მეორე სოციალურ-ემოციური და მესამე ქცევითი განზომილებების მიმართულებით სწავლის შედეგები. ასევე იმ გამჭოლი ძირითადი კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც საჭიროა მდგრადი განვითარების ყველა 17-ვე მიზნის მისაღწევად. ამ პროცესში უდიდესი როლი ენიჭება საერთო სასკოლო მიდგომას და ქმედებაზე ორიენტირებულ ტრანსფორმაციულ პედაგოგიკას, რომელიც წარმოადგენს მდგრადი განვითარებისათვის განათლების მიწოდების ძირითად მამოძრავებელ ძალას, იქნება ეს საკლასო გარემოში თუ საკლასო გარემოდან განსხვავებულ სხვა არაფორმალურ გარემოში. ზოგადად მდგრადი განვითარებისათვის განათლება, ხოლო კონკრეტულად განათლება გლობალური მოქალაქეობისათვის გულისხმობს მოსწავლეთა და სტუდენტთა შესაძლებლობებით აღჭურვას და მათი მოტივირებას, რომ ჩამოყალიბდნენ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აქტიურ მოქალაქეებად, რომლებსაც ექნებათ კრეატიული აზროვნების უნარი და რომლებიც შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. პედაგოგიური მიდგომები, რომლებიც აღნიშნულ მიზანს ემსახურება, მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს, მოქმედებაზე ორიენტირებულ მიდგომებს და ტრანსფორმაციულ მიდგომებს. გლობალური მოქალაქეობის განათლებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწავლების მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს კომპეტენციების განვითარებას, აქტიური სწავლის საშუალებით, მათ შორის ისეთ გვაქვს სხვადასხვა კონკრეტული მეთოდები, რომელსაც უკვე შემდეგ ვიდეოში შევეხებით.